კაი გამარჯობა თქვენი. უпроსორად დილამშვიდობისა, იმიტომ რომ 9 საათია და ღამე ჩამოვედით, ესე იგი ქუთაისიდან, დასავლეთში ვიმყოფებოდით, ფესტივალებს ვატარებთ, თქვენ იცით რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეხლა მანქანით მოვდივართ მე, ბრაიან იდოუ, ჩვენი ძმა, ბრაი. გაუმაჯოს. და ჩვენი ძალიან მაგარი ძმაკაცი და ოპერატორი ამ საქმეში ირაკლი. იკა, მოგესალმები, იკა. სად მივდივართ, ბრაიან? ჩვენ მივდივართ არქილოს ყალოში. არქილოს ყალოში მივდივართ. ყალოში, ბრაი, ჩვენ მქონდა, ესე იგი, თელავში ფესტივალი, სადაც მამები იყვნენ ჩამოსული დედოფლის ხაროდან. პატარა ფეხბურთი ვითამაშეთ და შევპირდით მამებს, რომ აუცილებლად გესტუმრებოდით დედოფლის ხაროში. პატარა რთველი იქნება, მერე იქნება ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის, რა თქმა უნდა, ფეხბურთს ვითამაშებთ და ვნახავთ უკვე მამაოები როგორ თამაშობენ თავიანთ მინდორზე და ხშირად ვარჯიშობენ მამები და მაგალითს აძლევენ ახალგაზრდა თაობას, რომ ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრონ და შემდეგ იქნება აუცილებლად მესამე ტაიმი, ბრაიან. მზად ხარ მესამე ტაიმისთვის? მაგისტრის მივდივარ, ჯერ ჯანსაღი ცხოვრება და მერე მესამე ტაიმსაც ვითამაშე რა. და გზაც ისეთი ძალიან მშვენიერი გზა, კახეთისკენ მივდივართ. ბოლო წერტილია დედოფლის ხაროში არქილოს ყალო და იქ საზღვარია აზერბაიჯანის. ჩვენ სტუმრად მივდივართ, ჩვენ მეგობართან, ჩვენი ოჯახისევრთან, ნიკამ ნათობნიშვილთან. ნათობ, მოვდივართ? მოვდივართ. და გვიფრთხილდი რა. ვინო მაქსიმალურად დაილევა, რაც შეიძლება. განიჭოკი. მამა პაპურად და რა გინდა შენ რაზდალე? განიჭოკი მინდა, კანიაკი. ბრაიან, ზოგადად როგორ შეაფასებდი საინტერესოა მასტერლიგას ფესტივალებს, ბეთლაი მასტერლიგის ფესტივალებს, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, ამოისუნთქა გუშინ ბრაიანმა. ქუთაისში დაამთავრა, ესე იგი გამოავლენა გამარჯვებული და როგორ შეაფასებდი რა? აქ მამაღალი მაინც მოგესალმებით, მეგობრებო. მე როგორც თქვენ იცით, ბეთლაი მასტერლიგის ოჯახიდან ვარ, რომელიც 8 სხვადასხვა რაიონში ვიყავით. ჯერ სიგნაგიდან დავიწყო, თელავში. კახეთიდან დავიწყეთ და კახეთიდან დავიწყე. სიმბოლურია კახეთი წვამთავრდი. ხო და ძალიან მაგარი ფესტივალები იყო. სიმართლე რომ გითხარი, იმიტომ რომ ყველა ლოკაციაში ვიყავი მე. და საბოლოოში გუშინ დავამთავრე ეს ფესტივალები ქუთაისში, ქალაქ ქუთაისში და ძალიან მაგარი იყო რა, მოკლედ და მაგრა გამიყადა რომ მე ვიყავი საჯი ამ თამაშებზე. და ველოდები პლეოფები რა. ნუ მოკლედ ვინც არ იცით, ბრაიანი არის ჩვენი ოჯახის წევრი, ორგანიზებას უწევს ზოგადად ჩვენთან ჩემპიონატში თამაშებს და ასე შემდეგ. ჩემი დიდი თხოვნის შედეგად თამაშების საჯობა არბიტრობა გადაწყვიტა და საკმაოდ ძალიან მაგრად გაართვა თავი და ამისთვის მადლობა ბრაი შენ. მადლობა. წარმატებები ყველგან სადაც არ უნდა იყო. მადლობა. ბრაიანი არის პედაგოგი. ევროპულ სკოლაში ასწავლის ბრაიანი. ბავშვებს აძლევს განათლებას და თავისი წვლილი აქვს ზოგადად მომავალი თაობის განვითარებისთვის. მოდა ძალიან დიდი მადლობა შენ რა. შენ ჩვენი ოჯახის წევრი ხარ, მაგრად ვიყვარხარ. ეხლა ვნახოთ თუ როგორი საინტერესო რთველი იქნება და მე უკვე ადგილზე რო ჩავალთ, ძალიან მაგარ კადრებს ვნახავთ. როგორ არისო ნიგერიიდან? ნიგერიდან დარუბადამდე. ეხლა არქილოს რომ მიდივარ, მე ნამყოფი ვარ არქილო ორჯერ. არქილოს ყალოდანაა ისე ლაშა ბექაური, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. წარმოიდგინე რამხელა რამე გააკეთა ბექამ ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ძალიან მაღლა აწეულიყო ჩვენი ქვეყნის დროშა რა. მაგას გაუმარჯოს, მოვდივარ. აბა გაუმარჯოს ჩვენ საქართველოს გაუმარჯოს. კაი, წავედით მოკლედ და ნახოთ როგორი ამინდი იქნება არქილოს ყალოში.
ჩამოვედით მოკლედ არხილოს კალოში ვართ უკვე და აი ფორმაშიც გახლავართ, ვემზადებით ფეხბურთის სათამაშოდ, როგორც გითხარით, ვეთამაშებით ადგილობრივებს, აქვე იქნება მამაოც, რომელიც ითამაშებს ჩვენთან ერთად. ბიჭებო, მზად ვართ, ხო? რა ვიცი, ყველა მზად არის, ჩაცმულები ვართ, თოთა? კი, მზად ვართ. განუ? ბრძოლისთვის და ყველაფერი მზად არის. კლიმო. და მოედანი გჭირდება. ძალიან მაგარი ხალხი ვიმყოფებით, ჩამოსულები ვართ. მე მგონი ყველა უნდა ჩამოვიდეს ამ ლამაზ ადგილზე, იმიტომ რომ მე პირველად ვარ და აი ამ საოცარ ბუნებას მართლა ძალიან მაგარი ლამაზია ჩვენი ქვეყანა, ძალიან ლამაზი ტაძარი და ღმერთმა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა მიცეს და აბა მოკლედ სტადიონზე შევხვდებით კიდე და ვნახოთ როგორ თამაშობთ ჩვენ ახლა, სხვებს ხო განახებთ როგორ თამაშობს. ახლა ვნახოთ ჩვენ როგორ თამაშობ და იმედია არ დავმარცხდები და აი შავი და წითელი კაცი უნდა ნახოთ აუცილებლად. მათანი კაცი კაცია, თითელი კაცია. აბა შემიძლია კაცია რო იცოდი. მოვედით უკვე მინი მოედანზე, სადაც ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. აი ჩემთან ერთად არიან ის ადამიანები, ვისაც ჩვენ შევპირდით, რომ აუცილებლად ამოვიდოდით, აუცილებლად ვითამაშებდით ფეხბურთს არხილოს კალოში და აბა ბიჭებო, წარმატებები. მოგევლე. და ნუ რა თქმა უნდა ეს ჩვენი მასტერ ლიგის ბურთი და გვაქვს საჩუქარი თქვენი ასე ვთქვათ სოფლისთვის, ნაკრებისთვის სათამაშო ფორმა, რომელიც აუცილებლად გადმოგეცემათ და დიდი მადლობა. ინასვალეთ, აი. მოკლედ 10 ნომერი მამაოს აუცილებლად, იმიტომ რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არის ძალიან აუცილებელი. ეხლა კიდე მინდა მოწინააღმდეგე გუნდი, რომელშიც მე ვითამაშებ, ჩემთან ერთად არის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები. გიორგი განუგრავა. გამარჯობათ. მოდი იკა. ირაკლი კლიმიაშვილი. ცოტა დიდი სახით. ჩვენი ლეგენდა, თოთა. ლაშა თოთაძე. ჩვენი ძალიან მაგარი ფეხბურთელები, რომლის თამაშებზე არაერთხელ სტადიონზე პირადად ყოფილ ვარ ბიჭებო და მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ, მადლობა რომ ჩამოვედით ამ სოფელში და გვინდა რომ რაღაცა ჩვენი წელი შევიტანოთ იმაში რომ ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია აუცილებელია ყველა სოფელში და ზოგადად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რა ბიჭებო დავაი დავწყოთ აკო მადლობა შენ რომ ესეთ მაგარ საქმეს აკეთებ მე თქვენსკენ ვარ უეჭველი არა მეცადაც კაი მოკლედ ვითამაშებთ ახლა და ვნახოთ იმედია არ წავაგებ და არ მოკლედ ვითამაშეთ ძალიან კაი ფეხბურთი იყო მეგობრობამ გაიმარჯვა მამაო ძალიან დიდი მადლობა დაგლოცეთ ბიჭებს მადლობა ამ ხელა გზაზე რომ ჩამოვიდნენ ერთმანეთისთვის უნდა გავაკეთოთ ბევრი რაღაცა რომ მაქსიმალური სიყვარული და ეს ურთიერთობა შევინარჩუნოთ რა თოთა რა სიტყვი მოკლედ ემოციების ქვეშ ვარ ძალიან დამუხტული ვარ კაი გარემო იყო პირველ რიგში რაც თავარია ჯანსაღი წესით დავკავდით ესეთი დიდი ადამიანი გავიცანით მამაოს სახით ძალიან ბედნიერი ვარ მე ამ დღით ესეთი სოფელია ისტორიული სასასწრო
ესე ვთქვათ, ადგილია და პირველ რიგში მინდა რომ პატარებს მომავალთაობას მინდა მიმართო რომ დაკავდნენ სპორტული ჯანსაღი ცხოვრებით, ესე რომ ვთქვათ და მისდიონ სპორტს. მამაო კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მატჩი საუკეთესო ფეხბურთელი. ყველა ორი გუნდი ერთ კაცს ეთამაშა. ეხა განუს უთხრათ ორი სიტყვა რომ შევაფასოს დღევანდელი დღე და ზოგადად აქ სტუმრობა ჩვენი. ხო, აკო დიდი მადლობა პირველ რიგში ამ ძალიან კარგ დღეს მონაწილეობას მიგვაღებინე, შენი დამსახურებაა. მადლობა მამაოს ჩვენთან ერთად დროის დათმობისთვის და ბევრი ქონოდეს ესეთი დღეები რა. კარგი დღე იყო და წარმატებები ჩვენც, ამ სოფელსაც, ამ რაიონსაც და ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. მადლობა ყველას. იკა, რამე სიტყვი? მე რაღა დავამატო, რა ერთი სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა ამ შესანიშნავ მხარეში. ფეხბურთის თამაში, ვისიამოვნეთ, ვიხალისეთ, ეხა უნდა წავიდეთ რთველში. აი, მესამე ტაიმიც. მესამე ტაიმი იქნება, მაგრამ მინდა უთხრა ყველას, რომ ოლიმპიური, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი არის ამ სოფლიდან, ლაშა ფიქაური და ლაშა ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის დროშის ყველაზე მაღლა აწევისთვის. ბრაიან, შენ სტუმარი არ ხარ ჩვენი ქვეყნისთვის. ფაქტიურად აქაური ხარ და თქვი რა რა გზნობა იყო? მე უკვე მესამჯერ ვარ აქ ეს ამ სოფელში. მადლობა მამაო, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა და მადლობა აკო და მადლობა ბიჭებს რა. ერთად ვიყო კარგად რა. მადლობა. მამაო, მე რა თქმა მატჩი საუკეთესო ფეხბურთელი. მე რა თქმა უნდა მადლობას მოგიხდით ყველას. აკაკის ვადევნებ ხოლმე სოციალურ ქსელში თვალს როგორ რას მოგვაწევს და მინდა უთხრა მადლობა იმის გულისთვის რომ ჩემი რამოდენიმე მეგობარი გადარჩენია სტრესს, ასე ვთქვა, დალევას რომ მოიგონა მასტერლიგა, როცა დიდ ფეხბურთს ვეღარ თამაშობს ადამიანი ხოლმე მე ემართება სტრესი, მე ზოგი დალევას უცხებს ხოლმე და ბევრი დაკავდა მასტერლიგით. ალბათ თქვენც არიცით რამოდენიმე ჩემი მეგობარი თამაშობს და სიცოცხლე დაუბრუნდა და მადლობა აკაკის ამისთვის და მინდა რომ ბევრი შემოგიერთეთ და აგიდგეს გვერდში და დავკავდეთ სპორტით და სიყვარულით და მადლობა კიდე რომ გაგიცანით ასეთი ადამიანი. მადლობა მამაო, ფეხბურთს მოკლედ მორჩით ამ ლამაზ გარემოში, რომელიც დასრულდა მეგობრობამ გაიმარჯვა. მართალია მატჩი საუკეთესო ფეხბურთელი მამაო გახდა, ასეთი მაგარი ფეხბურთელებია ჩვენთან ერთად ყოფილი ნაკრების ფეხბურთელები და ბიჭებო მოკლედ გავაგრძელოთ უკვე მესამე ტაიმი. გველოდება ესე იგი რთველი და მე უკვე კარგი გახურება და შემდეგ თამაში უკვე ოფიციალური მატჩი რა. კაი, დროებით. Adamo prindi chem sapalavoze ardi akharem Adamo prindi chem sapalavoze ardi akharem Adamo prindi chem sapalavoze ardi akharem Amet itlis cheirano yebigashalem Adamo prindi chem sapalavoze ardi akharem Adamo მოკლედ იწყება უკვე ფინალური მატჩი მესამე ტაიმის რომელსაც სპორტსმენები ვეძახით და ჩვენ წეგანას თქვი ვისთანაც მივდიოდით დასაწყისშივე რომ ჩვენს მნათობასთან ნიკამ ნათობიშვილთან მოვედით ოჯახში მადლობა შენ ოჯახს მშობლებს რომ აი ესე გვიმასპინძლებთ და ასე მასპინძლობთ ჩვენ ძალიან მაგარ ადამიანებს და მოკლედ ფუსფუსი მიმდინარეობს იქ მწვადი იწვება აგერ ბიჭები იწყებენ უკვე მამაო ჩვენო თქვა უკვე და შეგვიძლია რომ დავიწყოთ. კი ბატონო. მოკლედ მე ვიდეოს ვეღარ ჩავწერთ. არ გვექნება მაგის თავი ალბათ სავარაუდოდ და ხვალ უკვე გეტყვით როგორ მდგომარეობაში ვიქნებით
სავარაუდოდ იქნება თავის ტკივილები. ეგოში. რა თქმა უნდა, იქნება მადლობა თქვენ მობრძანებისთვის, ჩემი ოჯახის დაფასებისთვის, სულ მქონდა გულში, რომ ერთხელ ჩამოსულიყავით ჩემ მხარეში, ჩემთვის ეს ძალიან დიდი ბედნიერება, რადგან ჩემი კუთხე იმდენად არ ჩანს, ასე ვთქვათ, ფართო სპექტრში, რომ ყველგან იყოს რა, ეხა კი ყავს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექოვი, რომელსაც ჩვენი სოფელი გაიყვანა, მაგრამ სპორტის მხრივ და ფეხბურთის მხრივ მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ თქვენი, რომ მოახერხეთ მობრძანდით და როგორც ვთქვით, ეხლა რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მესამე ტაიმს რასაც ვეძახით, ღმერთმა შეგვარგოს და მოკლედ დავით, სასიკეთოდ შევხვდეთ ყოველთვის რა. მადლობა, ნათო. ბიჭებო, მადლობა ყველას დღევანდელი დღისთვის. მადლობა თავარი უთხრათ, მადლობა უფალს დღევანდელი დღისთვის და შეგვეციოს ყველა წმინდა სალოცავები. მოკლედ, არხილოს კალოს. გაუმარ! ჯოს! გავიღვიძეთ დღე მეორე. ცოტა, ასე ვთქვათ, დავლიეთ, მოვილხინეთ ძალიან კარგად. ძალიან დიდი მადლობა ნათობას ოჯახს, აი ესეთი მასპინძლობისთვის, ძალიან მაგარი მამები იყვნენ ჩვენთან ერთად და მე ვფიქრობ, რომ ერთად ძალიან ლამაზი დღე შევქმენით. დღეს კი დილით ვიმყოფებით აი ესეთ ულამაზეს ადგილზე, სადაც საზღვარია, საქართველოს აზერბაიჯანის საზღვარი. სასწაულად ლამაზი და შთამბეჭდავი ხედია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს ალბათ ყველა ქართველმა ადამიანმა რა. და ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი ესტუმრება კიდე შემდეგში არხილოს კალოს რა. ეხლა კი დაგემშვიდობებით და კიდევ ძალიან ბევრ მაგარ აქტივობებს შემოგთავაზებთ შემდეგ ეპიზოდებში. აბა, კარგად.